კოფე პინისი. დილამშვიდობისა, საღამომშვიდობისა. Hello, არის ვინმე? აკვარ, hello. დაველოდებით ხალხს. თეთრი. All right, ladies and gentlemen. ხმა ისმის? Hello. ისმის ჩემი ხმა კარგად? პირველ რიგში ხმა მინდა ვნახო. მომწერეთ, აბა ისმის ჩემი ხმა? მადლობა. შედი ნახე, აბა ისმის ხმა? ვასოს გაუმარჯოს. დილამშვიდობისა კანადა, საღამომშვიდობისა საქართველო. ცოტა ხანი დაველოდოთ ხალხს. ქართველებს გულყვარს დაგვიანება, ზოგი გვიან შემოვა უეჭველი. ისმის ჩემი ხმა? სუპერ. მადლობა ვასო. ნიკაც გვიყურებს, ნიკას გაუმარჯოს. სალამი ყველას. ცოტა ხანი დაველოდოთ ხალხს. ნანალა გვერდდება. აგვიცივდა მორჩა, საფხული მორჩა. What? მოკლედ ნანალა ხალხი შემოგვიერთდება. გამარჯობა. ნიკოლოს გაუმარჯოს. დავიწყებ ნანალა. მადლობა პირველ რიგში ყველას, რომ ვინც მიყურებს ახლა, ვისაც აინტერესებს ეს, ვისაც აინტერესებს კანადის ამბები, ვინც ლაიქებს, ვინც მალაიქებს ახლა, ვინც გულებს მიშვებს. ოკეი, გამარჯობა როგორ ხარ? გადასარევად. შენ როგორ ხარ? ბერო. დაცვის სამსახურზე თუ გაქვთ ინფორმაცია, ანაცხოვრება მაინტერესებს. ეხლა ამჟამად არ მაქვს ესეთი, ამ წუთას, მაგრამ მოვიძიებ და security service-ე რაც იქნება აუცილებლად დავწერ. მოკლედ ხმა შევამოწმე, თითქოს ნორმალური არის, ჩემი გამოსახულება ჩანს, ხმა ისმის. ვინც მადევნებთ თვალყურს, მინდა გუშინდელ დღეს და საღამოს შევეხო და არაჩვეულებრივი ხალხი გავიცანი აქ ალბერტაში, კალგარიში. არ მეგონა ამდენი ქართველი თუ იქნებოდა ერთად შეგროვილი, ვინც გუშინდელ საღამოს მიიღო, ან ვინც იყვნენ ორგანიზატორები, მინდა მადლობა გადაუხადო. სტორისებში და rilში უკვე დავდე გუშინდელი ვიდეოები, შეგიძლიათ დაათვალიეროთ. ქართული შემოდგომა მოვიწყეთ ქართველებმა. ქართული სამზარეულოთი ჩურჩხელები ამოვავლეთ, მოკლედ ყველაფერს ნახავთ რა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მართლა დაორგანიზა ეს ყველაფერი. აწიმეთ ძალიან ისე მათ ჩავერთვები ამ ყველაფერში და მე ქართულ რაღაცებს გავაკეთებთ აქ ალბერტაში. ხო, ეხლა მე ვინ ვარ ვაფშე და რა მინდა? მე ვარ ქართველმენ ლაიხი, ვარ დავით მაისურაძე, ვინც არ მიცნობს. 3 წლის წინ QAT-ის პროგრამით ჩამოვედით კანადაში, კონკრეტულად ალბერტის პროვინციაში, ვცხოვრობთ კალგარიში და ანუ ეს რაღაც 6 თვის წინ გადავწყვიტეთ ამ პროექტის შექმნა, მე და ჩემი მეუღლის მოგვივიდა ეს იდეა, რომ გავაკეთოთ ბლოგი კანადაზე და ჩემი თვალით დანახული კანადა ვანახო, ანუ სხვა დანარჩენ ქართველებს, ვინც ცხოვრობენ საქართველოში და არა მარტო სხვა ქვეყნებშიც. შეგო ბევრს აინტერესებდეს აქ ჩამოსვლა.
კიდე რა არ მეგონა ესე კარგად თუ წავიდოდა, ფოლოვერების რაოდენობა რავი, ძალიან იზრდება, თითოეულ თქვენთაგან ძალიან დიდი მადლობა. კომენტარებზე ცოტა მოგვიანებით კი პასუხებთ. ეხა ხო კიდე რა მინდა. არის ესეთი, ანუ რაც პროექტი დავიწყე და რაც ვანახებ კანადას, ზოგადად სამსახურებს, ქალაქებს და ასე შემდეგ და ვცდილობ გავაზიარო ეს ჩემი გამოცდილება. არ ვიცი რატომ, არ შეიძლება მე რაღაცას არასწორად ვაკეთებ. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, როგორ ჩამოვიდე კანადაში. ანუ რა გზებია და ასე შემდეგ. პირდაპირ მინდა ვთქვა და ხაზი გაუსვა, რომ მე ჩამოყვანაში სამწუხაროდ ვერავის ვერ ვეხმარები. ჩემი ბლოგი ემსახურება უფრო ესეთი ინფორმაციული არის. მე ვაზიარებ ჩემ გამოცდილებას. ანუ იმას, რასაც მე ვხედავ, რასაც მე აქ ვგრძნობ, დაუშვათ რა საშუალო ანაზღაურებებია, როგორი ცხოვრების სტილი არის ზოგადად აქ კანადაში. კანადა არ არის ესეთი მარტივი ქვეყანა, როგორც საქართველო. საქართველოს შეიძლება თქვა, ეს საქართველოში ეს ესეა. კანადაზე რთული ესეთი რაღაცის თქმა, იმიტომ რომ პროვინციებია და თითო პროვინციას თავისი წესები და კანონები აქვს. შეიძლება BC-ში სულ სხვა რაღაცა ხდებოდეს და რაღაცა როგორ აგიხსნათ. აი იმერეთში და კახეთში სხვადასხვა კანონები შეიძლება მოქმედებდეს რა და ესე ერთი მასში კანადის აღება ცოტა რთული არის. ანუ რეგიონებად უნდა პროვინციებად უნდა დაყო და ეგრე უნდა ისაუბრო. ხო, ჩამოყვანაში სამწუხაროდ ვერ ვეხმარები ვერავის, მაგრამ გავაკეთე ახლა ვმუშაობ ერთ პროექტზე, ეს იქნება, ანუ გაიდლაინი მინდა გავაკეთო, უფასო იქნება და კონსულტაციები იქნება ასევე ჩემთან. კონსულტაციებს უფასო სამწუხაროდ ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ბევრი დრომი აქვს. გაიდლაინში იქნება რაღაც ზედაპირული ინფორმაცია პროგრამებთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება ადამიანი კანადაში მოხვდეს, რომელი პროგრამებით, მართლა ბევრი არის ეს პროგრამები, ეკონომიკური პროგრამები არის ფედერალურ დონეზე, პროვინციულ დონეზე, ჰუმანიტარული პროგრამები არის და რავი, ბევრი რაღაცა. ტურისტული შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ, ხო, ჩაბარება შეგიძლიათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ის არის ვარიანტი. რავი, კიდე რა შემეძლია გითხრათ, აბა. მომწერეთ პრინციპში თქვენი შეკითხვები, ვის რა გაინტერესებთ და ნელა დავიწყოთ და კიდე ერთი რაც მნიშვნელოვანია, ხშირად მისვავენ შეკითხვას, მე ხო არ ვიცნობ ვინმეს, ვინც იცნობს ვიღაცას, ვისაც კანადაში როგორც რაღაც შავი გზებით ვიღაცები ჩამოყავს. ანუ არალეგალურს რაც შეეხება არაფერს არ ვაკეთებ. არც არავის არ ვიცნობ და ეს რაღაც გადმომყვანებს ახსენებენ ხშირად. მე არ გამიგია ეგეთი რაღაცა და ყველას თავის ბიზნესი აქვს, ახლა არავის საქმეს ჩარვას არ ვაპირებ, მაგრამ არალეგალურად ჩამოსვლას არავის არ ურჩევ. ძალიან რთული ქვეყანაა, გართულ და აქაც საბუთომანია, როგორც ამერიკაში. ამერიკაში მე როგორც ვიცი, ახლა მადეონებენ თვალყურს რაღაცეები, პანტაპუნტით ყრიან ხალხს, მაგრამ მარტო ქართველებს, ზოგადად ყველას იქ სასწაული ხდება. აქ ესე არ არის, მაგრამ საბუთების მხრივ კანადაც ძალიან გართულ და ბოლო 2 წელიწადია რა, ესე ბოლო 1 წელიწადი განსაკუთრებით. აი ესეთი ამბები გვაქვს ჩვენ. კარგით, აბა ეხლა მოდი წავიკითხავ, ვის რა გაინტერესებთ და დავფიქრობ ლაბრადორის შტატის ჩამოსვლას, ადაპტაცია და საბუთების, როგორც ვიცი, იოლია შედარებით. გოგა. კი. ლაბრადორის პროვინცია ატლანტიკური პროვინცია და მე როგორც ვიცი, ყველაზე ადვილად მან კეთდებოდა. ეხლა როგორ არის, ანუ შემიძლია პრინციპში მივწერო ვიღაცებს, ყავს იქ ვიღაცები და ამ კითხვას დავუბრუნდები, აუცილებლად გიპასუხებ. შედარებით დღეს, რაც კანადაში საბუთების მხრივ ადვილია, მაინც მე ვფიქრობ, რომ ჯობია საიმიგრაციო კონსულტანტთან გაარკვიოთ კიდე ზუსტად. მაქვს ნომერი და შემიძლია მე პირადში მომწერე გოგა და გაგიზიარებ ნომერს. ყველაზე ადვილი პროვინციები საბუთების მხრივ ჯერჯერობით მართლა ატლანტიკურია. ნოვა-სკოშია გამოირჩევა ადვილად გაცემის საბუთების მხრივ, პიარი მაქვს ხედველობაში. და ასევე ნიუფაუნდ ლაბრადორი, კი.
ჯერჯერობით ესენი ყველაზე რთული არის კვებეკი, თუ ფრანგული არ იცი. ბრიტიშ კოლუმბია და ონტარიო, და პრინციპში ყველა ონტარიოში და BC-ში გარბის. ნუ ალბერტამ ძალიან გადაუჭირა ჩვენთან ძალიან გართულდა რა. მაგრამ მინდა რომ ინფორმირებული ვიყო. კი, ვეცდები გოგა, კი. დღესვე ჩაუჯდები და რასაც მოვიძიებ, პირადში თუ შეგიძლია მომწერე და იმას ვიზავ, რა ქვია, გიპასუხებ. მადლობა, საინტერესო შეკითხვა სხვა შორის. ოკეი. კიდევ რაღაცებს პასუხობდნენ აბაში. გაუმარჯოს. ინასთან მადლობა. მოვუტანოთ ველით. მოსვლა. უსაბუთოდ თუ არ ვიცი, ანუ არალეგალურ რაღაცა გინდა გააკეთო, უსაბუთოდ თუ ხსმენია ინგლისიდან არის შესაძლებელი. არ ვიცი, ეგეთი რაღაც არ ხსმენია, სავარაუდოდ არა. მე ვიცი, რომ ახალი ზელანდია, ინგლისი, კანადა, ირლანდია ერთ იმაში არის. ანუ საბუთებს ხედავენ რა, ბექგრაუნდს ხედავენ ერთმანეთის ასეს ქვეყნები, ავსტრალიაც მათ შორის. ხო, მაგრამ უსაბუთოდ გადმოსვლა, ანუ ვერ მივხვდი ეგ მაგ შეკითხვას. სავარაუდოდ არ შეიძლება ვიზა, ანუ მე არ შემიძლია ხა ინგლისში ჩავსვლა უსაბუთოდ. სავარაუდოდ არჩენ არ შეგიძლია უსაბუთოდ აქ ჩამოსვლა. წარმატებები გოგა, სამთვეში აპირებ ჩამოსვლას. წარმატებები. ექსამენ კურსებზე ვფიქრობ სამსახურის მხრივ და რა ვიხსნა ეგეც. კიდე ისიც მითხარი 6 თვიან კურსებზე ვფიქრობ სერტიფიკატისთვის სამსახურის მხრივ და ანუ რა სამსახური და რა სერტიფიკატი. დააკონკრეტე რა გოგა, კითხვას ვერ მივხვდი. ყველაზე რთულია კვებეკი. კვებეკი კი არის რთული. თუ ფრანგული არ იცი, კვებეკი საკმაოდ რთულია. კვებეკში არის ცხოვრება ლამაზი, კაი ცხოვრებაა. მონრეალი ძალიან ლამაზი ქალაქია, კვებექსიტი ძალიან ლამაზია, მაგრამ საბუთების მხრივ თუ ფრანგული არ იცი, რა ვიცი, მე ვფიქრობ, მანდ აზრი არ აქვს რაღაცების გაკეთება. შეიძლება მე ვცდები, მაგრამ არ გამიგია ეგეთი რაღაც, რომ ფრანგულის გარეშე კვებეკში ვინმეს რამე გაეკეთებინოს. თუ ფრანგული იცით კი ბატონო. კვებეკის პროვინცია სხვა შორის ფულს იხდის იმაში, რომ შენ ფრანგული ისწავლო. უნდა დიხარ უნივერსიტეტში და უნივერსიტეტი ფულს იხდის. ოკეი, იმაზეც გითხარი ქართველი დასაქმების კუთხე ტექსტიანი კურსები რვა და ინგლისურის რომელი. არა, TOEFL-ი აქ არ გამიგია. მოვიწერები. CELTIP-ს ითხოვენ. CELTIP-ი არის აქ აკრედიტირებული. TOEFL-ს ითხოვენ, სადმე არა. ოკეი. გამარჯობა, ნორმალური რეალტორი ხო არ იცი კალგარიში. რეალტორი, კი ვიცით ხო? ზაზანოვიჩები? ზაზანოვიჩი დაწებნე. ზაზანოვიჩი. ეს სასანოვიჩი ხო? არჩილ სააკაძე. არჩილ ბელარუსები არიან თუ არ ვწდები, მაგათთან შეხვედრაზეც ვარ ნაყოფი. საზანოვიჩი. ესე არიან, დაგუგლე და მოძებნე. მაყოფილე ბევრმა უკრაინელმა შეიძინა მაგათთან რაღაც ფართებით, დინებით და შეხვედრაზე რო ვიყავით, ყველა მაყოფილი იყო რა. მოკლედ, წარმატებები. ზაზანოვიჩ თუ საზანოვიჩ არის, კი არ მახსოვს. ეს? საზანოვიჩი, ხო, ანუ რო გაგიაზრდეს. საზანოვიჩ გრუპ, მე მგონი ესე ქვია. დაგვიანებით მიდის ხო ხმა? ოკეი. არაფერს, წარმატებები.
ხო, კიდევ ერთი მინდა ვისაუბრო იმაზე, აი კიდე ხშირ შეკითხვებზე რა, ძალიან ბევრი ადამიანი წერს, რა ტიპის სამსახურები არის რა. მოკლედ, 3 წლის განმავლობაში, რაც მე აქ ვცხოვრობ და რასაც მე ვუყურებ, განსაკუთრებით ალბერტის პროვინციას, ალბერტას სჭირდება, ზოგადად მთელ კანადაშიც ეგრეა რა. სჭირდება ადამიანები, ვისაც შეუძლია ხელებით მუშაობა რა. შენი საქმის დურგალი იქნება, მშენებელი იქნება, არ ვიცი, მოპირკეთება თუ შეგიძლია რაღაცეების. მე რაც ვნახე საქართველოსგან განსხვავებით, აქ აი როგორ ანუ ხელოსნები კონკრეტულად რაღაც საქმიანობა თუ იცი, აქ არ დაიკარგები რა. ასევე ხშირი შეკითხვები არის ქალბატონებისგან, რა ტიპის სამსახურები არის ქალბატონებისთვის. მე პირველ რიგში მაგ კითხვას რა ვიცი, ცოტა კორექტირებას გავაკეთებდი. ენის ცოდნა უფრო მნიშვნელოვანი არის, ვიდრე დაუშვათ ქალბატონები. კი არის რაღაც სამსახურები დაუშვათ იქ საწყობში, რაღაც ანუ ქალიც იგივე საქმის გაკეთება შეუძლია აქ, როგორც მამაკაც. მამაკაც რაღაცები მეტი შეუძლია, ალბათ სავარაუდოდ ჩემი აზრით. მაგრამ ენა უნდა იცოდეთ რა, ენის გარეშე რო აქ ჩამოდიხარ, მით უმეტეს ახლა რავი, კანადელები ვერ შევალობენ ზოგჯერ სამსახურს. აი ხა ძალიან კონკურენციაში მოხვდებით ყველანი რა. მოკლედ ჩემი რჩევა და რეკომენდაცია ის არის, რომ აუცილებლად ყველამ ვინც აპირებს ჩამოსვლას, ყველაფერი გადადეთ და გაიღრმავეთ ენა. ანუ ფრანგული იქნება თუ ინგლისური, უფრო ინგლისური ალბათ. მონრეალში ვცხოვრობ, სუპერ. დიახ, უფასოდ ვისწავლე ფრანგული 8 წელი აქ ვცხოვრობ სამ. მე ვიყავი მონრეალში შარშან სექტემბერს და ძალიან მოგვეწონა. ჩემ ანუ ოჯახთან ერთად ვიყავით ჩასული, ჩვენი შვეიცარიელი მეგობარიც იყო ჩამოსული. ოკეანე გადმოიფრინა იმის გამო, რომ ჩვენთან ერთად მონრეალში წასულიყო. ძალიან მაგარი ქალაქია. მე თუ სადმე ვიცხოვრებდი, აი ცოტა მერე რა, ბავშვებიც რო უფრო ფრანგული არ ვიცით ერთი სიტყვით რა და ბავშვების გამო ვართ აქ, თორემ მე დიდი სიამოვნებით გადმოვიდოდი მონრეალში. ძალიან ლამაზი ქალაქია. ვაპირებ სხვათა შორის ახალწლამდე კიდე ჩამოსვლას და გაიქნება თუ ანუ ქართველები შევხვდებით იქ მონრეალში. მადლობა რომ მიყურეთ მაკა, ხო? თვალწების სწორედ დავიკითხე. კი, მაკა. 8 წელია ვცხოვრობ. მერე გამიზიარე კარგი გამოცდილება მონრეალის. ვაფშე ფრანგული რო არ იცოდე, მე როგორც ვიცი, მონრეალში შეგიძლია ინგლისურით თავი გაიტანო და იცხოვრო. ანუ თუ არ გაცდები მონრეალს, მართლა ეგრეა? ხო, ეხლა ვიწყებ კიდე ახალ პროექტს რა, ესეთი რუბრიკები მინდა დავამატო. სავარაუდოდ დღეს ან ხვალ უკვე პირველ რილს ავტვირთავ. ინტერვიუების ჩაწერა მინდა კონკრეტულად ადამიანებთან რა, ანუ ექთანი იქნება, ბართენდერი იქნება, რაღაც ხელოსანი იქნება, Uber driver-ი იქნება და ანუ მე ჩემ გამოცდილებასთან ერთად კონკრეტულად პროფესიონალის გამოცდილებას გაგიზიარებთ. რა როგორ რამდენი კეთდება სიტყვაზე, აი ლიცენზირებული შემდუღებელი პირობითად ავიღოთ, ხო? მივალ სადმე ქარხანაში და ჩავწერ ადამიანს და შევეკითხები, გამოვკითხავ ყველაფერს რა. პატარა ესეთი ერთწუთიანი რილსები იქნება. ვიღაცა შეიძლება ანუ სადღაც სხვა ცეხში მივიდე, დურგალი ჩავწერო და ის უფრო კარგად გამოგცემთ ინფორმაციას ვიდრე მე. ასე რომ ცოტა ხანში მაგ ინტერვიუებსაც ვაპირებ. გავაკეთო. ოკეი. ბატონო. მაკა არ დაიკარგო და მონრეალზე მომწერე რაღაცეები. ველოდები, please. სხვა შორის მაინტერესებს ოროთახიანი ბინის ფასი მონრეალში. მინდა შევადარო კალგარის. ჩვენ კალგარიში ცოტა გაძვირდა, რომ ჩამოვედით $1500 დავიწყეთ, დაუნთაუნში ცხოვრობდით. ეხლა ძალიან გაგვიძვირდა, ეხლა $2200 ვიხდით დაუნთაუნში. 3 წელიწადში $700 გაგვიძვირდა. მონრეალში მე როგორც ვიცი, ცოტა ნაკლები ფასი არის კიდევ და სადღაც $1800-1900 საგლებში შეგიძლია დაუნთაუნში იქირავო კაი ოროთახიანი ბინა. ალბერტა ნელ-ნელა
ძვირდება, უფრო იაფი იყო. და მინიმალურ ხელფასებსაც მინდა შევეხო. ყველა პროვინცია მე მგონი მოუმატა ხელფასებს, ანუ კანონი იმაშება რა, არეგულირებს აქ და ალბერტის გარდა ყველა 9 პროვინცია მე მგონი მინიმალური ხელფასოდანება გაზარდა. ჩვენები ჩუმად არიან, არ ზრდიან. ოკეი, გოგა იწერება რაღაცას, გოგა მაინტერესებს კიდე როგორც ვიცი, ჩაბარებული ხალხისთვის მთავრობა სპეციალურად აქვს ადაპტირებული შეთავაზებები. და რომელ პროვინციაში უფროა ხელმისაწვდომი ის გავიგე, რომ საბუთის მხრივ ატლანტიკური პროვინციები კი კარგია, მაგრამ მე უფრო ის კუთხე მაინტერესებს, რასაც მთავრობა ჩავარებებს თავაზობს, რათა უფრო შეძლონ ადაპტაცია. რა არის იცი გოგა, მე ხა ეგ ცოდნა არ გამაჩნია და არ ვარ კომპეტენტური, არ მინდა შეცდომაში შეგიყვანო. მე მყავს ერთი ძალიან მაგარი ადამიანი ტორონტოში, პარალეგალი არის, ვინც ამ კუთხით მუშაობს. მომწერე პირადში ეგ შეკითხვა და შენ უფრო საემიგრაციო კონსულტანტის რჩევა გინდა. მე ვკითხავ მაგ პროგრამებზე ყველაფერს და მოვიწერები. საინტერესო შეკითხვა ეგეც. მადლობა. მაგას სხვა პროვინციებიც ნანახი მაქვს, მაგრამ მონრეალის გარდა არსად არ ვიცხოვრობდი. მაგა ჩემაზრებს კითხულობს. მეც მაგრამ მიყვარს მონრეალი. აუცილებლად ჩამოვალ. წელს აუცილებლად ჩამოვალ. მონრეალის გარდა არსად არ ვიცხოვრებდი. იმენა არსად არ ვიცხოვრებდი ადამიანი. კაია. დიახ, მხოლოდ ინგლისურით, ფრანგულის გარეშეც არ გაგიჭირდებათ, ჩამობრძანდით, დიდი სიამოვნებით. Bonjour Montreal. იბატონო, Bonjour Montreal. ხო, მეც ეგეთი შთაბეჭდილება დამჩა, რომ მონრეალში რო ვიყავით, იქ ენობრივი ბარიერი მე მგონი არ არის, ანუ რომ სარიცოდე ფრანგული, ყველა ფრანგულად გესალმება პირველ სიტყვას bonjour, bonsoir, მაგრამ მე უკვე შე რო ინგლისურად უტრიალებ, მეც ეგ მომენტი დავიჭირე, რომ მონრეალში მე მგონი მაინც და მაინც ისეთი ფრანგულს არ აწვევიან. კაია თუ იცი, მაგრამ თუ არ იცი ინგლისური თავს გაიტან. მაგრამ ისიც ვნახე, რომ როგორც 10-15 კილომეტრის მანძილზე გავწდი მონრეალს, ბენზინის ჩასხმა მინდოდა, რომ გადავედი ინგლისურად და დავიწყე რაღაცების ლაპარაკი, საერთოდ ვერაფერი ვერ მიპასუხეს. ანუ არიციან, არ გელაპარაკებიან, არიციან ინგლისური. გამარჯვების თქმა არიციან ინგლისურად, მონრეალის გარეთ, მონრეალში პრობლემა არ არის. მოგლედ აუცილებლად მაკა უნდა შევხვდეთ მონრეალში. დიდი სიამოვნებით ჩამოვალ. კი, მეც ძალიან მეყვარს მონრეალი. შენც გვესტუმრე კალგარიში. მე კალგარის დაგათვალიერებინებ, შენ მონრეალს დამათვალიერებინებ. მოსულა. კაია, ბონახოთ. ჩემოგბერს უნდა წამოსვა და რას ვრჩევ, რა არის გასათვალისწინებელი, მოკლედ რომ გითხრა პროფესიის შემდგრებელი, ოკეი. არის. მოკლედ ლევან, შენ მეგობარს როგორც მიხდი უნდა ჩამოსვლა და რას ვრჩევ. ნაო პირველ რიგში ენის თუ ცოტა იცის ინგლისური უნდა სანამ ჩამო აუცილებლად უნდა ენას მიაწვეს და გაიღრმავოს. ყველაფერი უნდა გადადოს და ინგლისურ ენას მიაწვეს. შემდგრებლად ვერ დაიწყებს მუშაობას სერტიფიკატის გარეშე. ანუ აქ უნდა დაამტკიცოს, რომ იქ რამდენი საათი იმუშავა, ასე შემდეგ, როგორც მოწაფე, ისე შეძლებს დაწყებას. მაღალი ანაზღაურება ამაგაზე რილსიც მაქვს მე დადებული თუ არ ვწდები შემდგრებელზე. არ მახსოვს ახლა ზუსტად რამდენი შეუღლობენ, მაგრამ თუ ლიცენზირებული შემდგრებელი ხარ, საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაა. არის უნივერსიტეტები, კოლეჯები, მე მგონი 2 წელი სჭირდება, რაღაც საათები უნდა დაამტკიცო, საათებს თუ დაამტკიცებ, გამოცდას ჩააბარებ და ლიცენზიას რო აიღებ, შეგიძლია მე იმუშავა ალბერტაში. Red Seal გამახსენდა, ხო, დამატებითი სერტიფიკატი არის კიდე, შეიძლება ჩამოვიდეს ალბერტაში შენი მეგობარი. აიღო სერტიფიკატი, მაგრამ ის სერტიფიკატი მოქმედებს მარტო ალბერტაში. დაუშვით სხვა პროვინციაში რო წავიდეს, იქ შეიძლება არ აღიარონ მაგის სერტიფიკატი. ამიტომ გამოცდების შემდეგ, როცა ლიცენზირებული შემდგრებელი გახდება, უნდა აიღოს კიდე Red Seal სერტიფიკატი. Red Seal როგორი რაღაცა იცი?
შენ სერტიფიკატს აღიარებს მთელი კანადა. მოკლედ მე გზახსნილი ექნება ნებისმიერ პროვინციაში. აი ეს არის რის რჩევა შემიძლია. კიდე ერთი საწყის ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ ყველა სურჩევ, რომ პატარა ქალაქებში ჩამოვიდნენ. კონკურენცია ფასები დაბალია შედარებით ბინებზე და კონკურენციაც დაბალი არის. ასე რომ ყველა სურჩევ შედარებით პატარა ქალაქებში. დავით, კარგი კაცი ხარ, ღმერთმა ჯანი მოგცეს. გოგა, დიდი მადლობა. გაიხარე ჩემო ძმაო, შენც ასევე. არჩილ. მალე ახალი ქართული სადილერო იქნება კალგარიში. ვაუ. მადლობა არჩილ ამ ინფორმაციისთვის. მალე ახალი ქართული სადილერო იქნება კალგარიში, Georgian Na Auto Sales CA, ვისაც ავტომობილები დაჭირდება, დაგეხმარებით. ძალიან დიდი მადლობა არჩილ. განვავითაროთ ქართველების ბიზნესი და დაუგეგმოთ დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში. დიდი სიამოვნებით. თუ რამე დაგჭირდება, დიდი სიამოვნებით. მე რასაც შევძლებ, ყველაფერში მხარს დაგიდგები. ტორონტოში გვაქვს და ფილიალს გავაკეთებთ მალე კალგარიში. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. დიდი დაგეხმარები ყველაფერში, ანუ კადრების მოძიებაშიც. შეიძლება მეც გადმოვიდეთ ცოტა ხანი შენთან სამუშაოდ. მე მაქვს სხვა შორის გამოცდილება ავტომობილებში. თბილისშიც. ჩემი ყველაზე დიდი სკორი იცი რა იყო? ერთ დღეს გავყიდე 18 მანქანა. ხუმრობის გარეშე 18 მანქანა მაქვს გაყიდული ერთ დღეს. თბილისში ოღონდ აქ არა. აქ რო ჯერჯერობით ანუ ხო იცი საბუთების ამბავში ვმუშაობ ხა ერთ ადგილზე, სავარაუდოდ 1-3-4 თვე ვერ შევიცვლი სამსახურს, იმიტომ რომ მე თავიდან მომიწევს ერთი წლის კრუგის დაწყება რა, ერთი წელი მინდა ჩავამთავრო ამ ჩემს სამსახურში, რომ მე პიარზე საბუთები შევიტანო და მოწვევა რომ მომივა, მე უკვე შემიძლია შევიცვალო სამსახური. დიდი ხანია ვფიქრობ ავტომობილებზე, ავტომობილების გაქირავებაზე და ასე შემდეგ. მოკლედ, მაგ საქმით ვარ მეც დაინტერესებული და დიდი სიამოვნებით, ხაზგასმით ქართველებსაც დავეხმაროთ, გვერდშიც დაუდგეთ ერთმანეთს, თუ რამე კალგარიში დაგჭირდება, ადგილის მოძიება და ასე შემდეგ, მომწერე და არ დავიზარებ, 4 დღე ვმუშაობ, შაბათ კვირას ვისვენებ და 4 შაბათს ვისვენებ, რამე თუ დაგჭირდება, მართლა გეუბნე, არ მოგერიდოს, მომწერე და დაგეხმარები თუ რამე გჭირდება აქ. და ძალიან კარგი რაღაცას აკეთებ, თუ ჩვენს თანამემამულეებს დავეხმარებით ამ მანქანების. მე როგორც მივხვდი, ანუ მანქანების გაყიდვა, განმავლობა და ასე შემდეგ, ხო? დიდი სიამოვნებით და გაქირავებაც კი შეუდგეთ მაგ საქმეს. ზურა, ოკეი, ნახოთ ზურა. მოგესალმები. ქართულ ჩემი შეკითხვა არის შემდეგი, როგორც personal independent რამდენს იხდიან საათში, მინიმალ ხომარიცი და კიდევ მინდა DGG რამდენია? როგორც person independent არის შემდეგი, როგორც person independent რამდენს იხდიან საათში. person independent არ გამიგია, ანუ არ ვიცი ეს რა არის. მოვიძიებ და მოგწევს ზურა. DGG GST 5%-ია ეს აქ. ანუ GST-ს ვიხდით 5%. ალბერტა ერთადერთი ის პროვინცია, სადაც ანუ GST ფედერალურია, ხო? ხო, ფედერალური ტაქსი არის, პროვინციული ტაქსი არ გვაქვს ჩვენ აქ. პარალეგალი რომ ახსენე, მარიამულზე ამბობდი? კი. გიორგი მარიამულზე ამბობდი. 3 ქართველისგან ვიცი, რომ თავის საქმის ჩემპიონია და მალე მინდა მაგ ადამიანთან რაღაც ერთობლივი კონსულტაციებიც ჩავწერო და დავეხმარო რა ქართველებს აი ამ საბუთებში და ასე შემდეგ. მე როგორც ვიცი, ტიპი არ აგებს ვაფშე საქმეებს რა. მაგასთან მაქვს გეგმაში ლაივის ჩაწერა და შეგიძლიათ მე პირდაპირ დავაანონსებ ამ ყველაფერს და ძალიან ბევრ ქართველს დაეხმარება. მაკა, ბინების ფასი მომატებულია, დიახ. კარგ აპარტმენტს $1,400 იქირავებ.
$1400 მონრეალში ორ ოთახიანზე გვაქვს საუბარი? არ მგონია, ალბათ ერთ ოთახიანზე. ორ ოთახიანის ფასი თუ $1400-ია მონრეალში, ამ თვის ბოლოს მოვდივართ მონრეალში საცხოვრებლად. დიდი მადლობა. კი, მოსულა. მე და მაკა დავზმაკასტით. მონრეალში მივდივართ. მაკა ჩამოდი შეც აქ და დიდი სიამოვნებით განახეთ. ჩვენთან ძალიან ლამაზი ბუნებაა. სხვა შორის კვებეკში იმდენად ლამაზი ბუნება არ არის, მე როგორც ვიცი, როგორც ალბერტაში და განსაკუთრებით ალბერტის დასავლეთ მხარეს, აი ბისისკენ რო გადადიხარ, ბანფი, ლეიკ ლუიზი და იქიდან ხო კანანასკისი და იქიდან მხარე რა დასავლეთი ძალიან ლამაზია. შემოგიერთი თქვენს ლაივს და რომელ პროვინციაში ჯობია შემოსვლა და საბუთები როგორ კეთდება. ხო ეხლა დეტალურად ესე ვერაფერს ვერ იმას ვიზავ, მაგრამ ატლანტიკური პროვინციებია რა, აი არჩილს პასუხობ ამაზე, არჩილ პაიჭაძე. ჯერჯერობით ყველაზე მარტივი საბუთების მხრივ, მარტივი რა, დროში არ იწელება ძალიან. არის ატლანტიკური პროვინციები, ნოვა-სკოშია და ნიუფაუნდ ლაბრადორი. ასე იყო და კიდე ერთხელ დავეკითხები ჩვენს კონსულტანტს, ვინც ჩვენ საბუთებს იმასება, იმას კიდე ერთხელ შევეკითხები და კიდე დავწერ ამაზე რაღაც პატარა რილს კიდე ჩავწერ. ამ პროვინციებთან დაკავშირებით თუ რომელ პროვინციაში კეთდება ყველაზე ადვილად საბუთები. მანდაც პატარა დეტალებია რა, შენ თუ სხვა პროვინციაში ხარ და იქ არაფერი არ გამოგდის და მერე ჩადიხარ ატლანტიკურ პროვინციაში, ანუ ჩემთვის ცოტა უფრო გართულებული იქნება, ვიდრე პირდაპირ კანადაში რო ჩამოდიხარ სხვა ქვეყნიდან და იქ რო ბინავდები, აი მაგ შემთხვევაში ადვილი არის. ეხლა ცოტა გაართულეს, მე რო წავიდე, კიდე ცოტას გამაწვალებენ რა, იმიტომ რომ იციან რომ საბუთების გამო ჩავედე, საბუთების მერე იქაც ჩერებას არ ვაპირებ. განსაკუთრებით ნიუფაუნდ ლაბრადორმა შეცვალა, ხო, თუ არ ვწდები, 1 წელი უნდა იმუშაო, ადრე არ იყო ეგრე. პირველ pay-stubs რო აიღებდი 1 წლის წინ, ანუ 2 კვირა იმუშავებდი, ხელფას აიღებდი, ანუ ინგლისური ჩაბარებული უნდა ქონოდა, designated employer უნდა ქონოდა, ვინც აკმაყოფილებს ამ საბუთომანიას. full time შემოთავაზება უნდა ქონოდა. პირველი pay-stub-ის შემდეგ იყავი eligible რო გაგეკეთებ, რო შეგეტანა საბუთები PR-ზე. მე ვიცი რომ 6 თვეში ვიღაცას 8 კვირაში მოსდიოდა პასუხი. ეხლა აღარ არის ეგრე. სამწუხაროდ. მე რო ჩავიდე ნიუფაუნდ ლაბრადორში 1 წელი უნდა ვიმუშაო. ანუ 26 pay-stub-ი უნდა ავიღო და მარტო მე შემეძლება ამ შეტანა და ეხლა უკვე ბოლოში ჯერ ფინიშზე ვარ თითქმის გასული ალბერტაში. აქ ორენაზე ხო, bonjour, hi. მე სხვა პროვინციებში მიჭის კომუნიკაცია, რადგან ინგლისური არ ვიცი. ვინც ფრანგული იცით, კარგად და ინგლისური არ იცით, კვებეკი თქვენთვის ღია არის. კვებეკს კაი პროგრამები აქვს, ოღონდ მარტო ფრანგულენოვანისთვის. თუ ფრანგული არ იცი კვებეკში, მე როგორც ვიცი, ძალიან გაჭირდება. ანუ იურიდიული კონსულტაციები მაქვს აღებული პროვინციების მიხედვით, რომელ პროვინციაში რა საბუთები ჯობია, ну დიდი ხნის წინ რა თქმა უნდა. კვებეკი ყველაზე რთულია თუ ფრანგული არის. არ ძღებს რა. IELTS სერტიფიკატი ასე. ფიქრობ მან 6 თვიანი პროფესიული კურსის გავლას, რომელსაც მთავრობა თავაზო. კი, არის ინგლისური კურსები, უფასო არის. მეც მაგ კურსები გავლილი, ახალი ჩამოსულები რო ვიყავით, ჩვენ ქუაითით ჩამოვედით. და ჯგუფებად იყო დაყოფილი, გიმოწმებენ ენის ცოდნას, ანუ რომელ ლეველზე ხარ, ყოფენ და 2 საათი, რამდენი დღე იყო კვირაში არ მახსოვს. დამოკიდებული იყო, შეგეძლო ბევრი არის, კი, ანუ ენის კურსები უფასო არის აქ, რო ჩამოდიხარ, ახალ ჩამოსულებს კანადის ხო, კოლეჯები იქნება. თუ კოლეჯების გარდა კიდე, ანუ ბევრი ისეთი ის არის რა. აი, ვალანტიორებს ეძახიან, ჯგუფები არის შექმნილი და გადიხარ, ანუ არც გამოცდები არაფერი, უბრალოდ ჯგუფებში ზიხარ და ინგლისურს გასწავლიან უფასოდ, კი. ლაივი შეინახე, ოკეი? კი, ლაივ შევინახო, მაგა.
შემდგებლის დამხმარეს რამდენი აქვს? ზუსტად არ მახსოვს რამდენი აქვს, მაგრამ პირობითად თუ ლიცენზირებულ შემდგებელს აქვს პირობითად რაღაც $40 საათში და დაახლოებით ესე, დამხმარეს ექნება ალბათ 25. ნუ ზუსტად არ ვიცი რა სანახავ. ინდიძე შეგიძლია ნახო. ძალიან კაი საიტია, ვინც სამსახურს ეძებ, მე სამსახურს ინდიდით ხმარო პირადად რა. ჩაწერ შენ იმას და თვითონ შენ მონაცემებს დაახლოებით რა სკილსები გაქვს ძლიერი და იმის მიხედვით მე ინდიდი გირჩევს სამსახურებს რა დაახლოებით. სადღაც $25 იქნება ან მეტი, ნაკლები ნახდათ არ იქნება შემდგებლის დამხმარეზე. მექანიკოსეც ეგრეა, ანუ მექანიკ რასაც უყურებ ლიცენზირებული არის, ალბერტაზე ვსაუბრობ ახლა, $40 და ზემოთ დამხმარეებს მე როცა Volvo Track Centre-ში მუშაობდი, ანუ უკრაინელი ბიჭები ვინც იყვნენ, $29 ჰქონდათ საათში, ოღონდ ოფიციალურად არ ერქვათ მექანიკოსები, მოსწავლეები ერქვათ, ხო, დამხმარე კი არა, მოსწავლე სტატუს მექანიკოსებს $29 ჰქონდათ. შემდგებელსაც ალბათ ეგრე ექნება დამხმარეს. სალამი. სულ ჯიგარი ხარ, როგორ ჩამოდიან ამ ბოლო დროს? რა გზა არის გავრცელებული? მაქვს ოთარ მაქვს ეს რილსები ატვირთული, ანუ ბევრი პროგრამა არის მართლა ეკონომიკური, ჰუმანიტარული ტოლვილებისთვის ცალკე. შეგიძლია ტურისტულად ჩამოხვიდე. არა ლეგალურ ჩამოსვლებზე მე არაფერს არ ვამბობ და არც არავის არ ურჩევ რა. ანუ მაქვს რილსები ატვირთული, პოსტებიც მაქვს დადებული, რა პროგრამებით არის შესაძლებლობა. იმდენად ინდივიდუალურია, ნახე როგორ რაღაცა დამოკიდებულია შენ ენის ცოდნაზე, რა პროფესიის ხარ, ასაკზეა დამოკიდებული, შენს ბექგრაუნდზეა დამოკიდებული, education-ზე ხო, იმაზე, განათლებაზე, ინდივიდუალურია თითო кейსი. ბევრია ექსპრეს ცენტრი არის ყველაზე რთული, მაგრამ დროში ყველაზე მარტივი აქ ჩამოსასვლელად. აი თუ ხო, მაგ ქულებზე არის რამა ექსპრეს ცენტრიზე, შეგიძლია დაგუგლო და ნახო. მე მაქვს პოსტები, ანუ გადახედე ჩემ პოსტებს და იქ წერია მაგ ექსპრეს ცენტრიზეც, ჰუმანიტარულ პროგრამებზე, ატლანტიკურ პროგრამებზე მიწერია პოსტები. გადაავლეთ თვალი და წაიკითხავთ. ერთ დღეს 18 მანქანა ძალიან მაგარია. მე კანადაში მაქსიმუმ თვეში 25 მანქანა თვეში თითქმის ყოველ დღე თითქმის ერთ მანქანას ყიდიდი. მაგარი შედეგია. კი, მართლა 18 მანქანა გვაქვს გაყიდული. რაღაც მოლაპარაკებები ქონდა და ერთმა კომპანიამ მიყიდა რაღაც 15 მანქანა. όμως დიდი ხანი მოდიოდა რა ეს მოლაპარაკება და ის სამიც მე ანუ რიტეილზე გავყიდე, ჯამში 18 გამომივიდა. ეგ მომწონს ეგ საქმიანობა და მინდა სხვა შორის მაგ საქმიანობას შეუბრუნდე და აქ ნუ რავი გავაკეთოთ აბა რამე რო იყოს ბიზნესში შემიძლია შემოსვლა და რავი დიდი სიამოვნებით. ქართველებთან საქმის დაჭერას დიდი სიამოვნებით გავაგზავნებ აქ კანადაში. არჩილ მოკლედ ჩვენ უნდა გადავიკვეთოთ სადმე, დიდი სიამოვნებით. გოგა, მაქვს სერტიფიკატი ასე ვფიქრობ, მათ. კი, ამაზე კი პასუხე, როგორ მოვიქცე და კი, ამაზე კი პასუხე გიორგი მარიამური, კი ბატონო, ბატონე გიორგი. მადლობა დიდი, არაფერს, ყველას წარმატებას გისურვებთ. გასაგებია, ეხა მივხვდი ზურა შენ შეკითხვას. ანუ self-employed უფრო გავს რა. ხო, business account-ი უნდა დაარეგისტრირო და ანუ როგორც მივხვდი full time job არ გექნება. მე ხა ჩემ სამსახურში ჩემი კომპანია, მე რო ხელფას ვიღებ, ეგრევე იხდის ჩემ ანუ საპენსიო ფონდს, საშემოსავლოს მოგებას, DRG-ს თუ რაც არის გადასახადები. მე რო ვავსებ დეკლარაციას, წლის ბოლოს არაფერს ავიღდი. ნუ თუ დამატებით შემოსავალი არ მაქვს. შენ როგორ ბიზნესს დაარეგისტრირებ, შენ ყოველთვიურად არიხდი გადასახადებს,
მერე მოგიწევს წლის ბოლოს დეკლარაცია, მარტში არის ბოდიში წლის ბოლოს არა. მარტში ივსება დეკლარაციები, ბუღალტერი დაგჭირდება, დაგითვლის ხარჯებს, გასავალს ყველაფერს და მერე მოგიწევს წელიწადში ერთხელ მოგიწევს დიდი გადასახდის გადახდა. აი ეს სისტემა არის აქ ესე მუშაობს. საქართველოში ასე არ არის. მახსოვს. საქართველოში მცირე მეწარმის სტატუსი მქონდა და ყოველთვე ვავსებდით ხო დეკლარაციას და 1%-ს ვიხდიდით. კანადელებს რა ვეუბნები აქ რომ 1%-ს ვიხდიდი ჯამური შემოსავლიდან თვალები დიდი უხდებოდ რა 1%. აქაურობ გადასახადის მიაქვს აქაურობა. ვაიმე ჩემი ფეისტეპს რო უყურებ. იმდენს მართლმელს მთავრობა, იმდენს მართლმელს რომ რავი შოქში ვარ რა. ძალიან ვინც კანადაში ხართ, ვინც ვართ კანადაში, ეგ არის ჩვენი ტკივილი რა, გადასახადები გვჭამს, აი გვჭამს. კი, მედიცინა უფასოა. ხარისხზე არ ვისაუბრებ, უბრალოდ ეხლა ვისაუბრებ იმაზე, რომ უფასოა. მედიცინა მართლა უფასოა, რაღაც პრობლემა მქონდა ეხლა მხარზე, X-ray, ეს ულტრასაუნდი, რაღაცები ყველაფერი უფასოა. წამლებზე ნაწილობრივ გინაზღაურებს თუ არ ვცდები Alberta Health Card, ცალკე ჩემი სამსახურები. აქ თუ რამე მოგივიდა პროვინცია მართლა covers გიკეთებს რა, მაგის პრობლემა არ არის, რომ სამავთყოფოში მივიდე რაღაცა ფული არ მაქვს და ვერ მივალ, ეგეთი რაღაცები არ არის, მართლა უფასოა, განათლებაც უფასოა, მაგრამ ჩვენი გადასახადების ხარჯზე ძალიან ბევრს ვიხდით, 40%-მდე ჩემი შემოსავლის მიდის გადასახადებში. 40%-მდე, ძალიან ბევრს ვიხდით. გული მწყდება 40% რა ამბავია, შენ დებილები ხო არიან, რამდენი მიაქვს. ოკეი, მაგა, ერთი დახურული საძინებლით და ორ საძინებლით $1800. მაინც უფრო იაფია კალგარიზე. ყოველ შემთხვევაში ჩემი ბინის მეპატრონეს აქვს ქალაქის ცენტრში. ვაუ, სუპერ. აუ ისინი დამეკარგა ბაბა. და მონრეალმა დამაინტერესა. ორი საძინებლით $1800. ყოველ შემთხვევაში ჩემი ბინის მეპატრონეს აქვს ქალაქის ცენტრში კორპუსი და ისე აქირავებს. $1800 ქალაქის ცენტრში მონრეალში. წავედით რა მონრეალში რა. კი, კაი ფასებია. აქაც შეგიძლია $1800, ნახო. მაგრამ აი ჩვენ ახლა დიდი ხანი არ არის რაც ამ ბინაში გადმოვედით. $1800 ვიხდიდით წინა ბინაში, მაგრამ პარკინგი გარეთ მქონდა, პარკინგი ერქვა უბრალოდ შემოხაზული იყო რა, წვიმა, ქარიშხალი, ყინვა, -40-ში მანქანა გარეთ იდგა. კომუნალურებს ცალკე ჩვენ ვიხდიდით და ყველაზე უბედური რაც იყო, სარეცხი მანქანა იყო დაშიარებული. ნომერში არ ქონდა ჩვენ, ქონდა ბეისმენტში და ცალკე იმაში ფულს ვიხდიდით. მაგრამ ეხლა აქვს რო გადმოვედით $1800, $1700 კალგარიში ახლა რო ვეძებდით, $2000-ზე ნაკლებად რაც კალგარიშია ბინები, ანუ არის დაუნთაუნში აპარტამენტებში, სავარაუდოდ პარკინგის ფული, პარკინგი არ შედის, სავარაუდოდ კომუნალურები არ შედის და სარეცხი მანქანა არ გექნება ნომერში, იქნება ბეისმენტში, უნდა ჩახვიდე ლიფტით, გადაიხადო და ასე შემდეგ. ჩვენ $2200 ვიხდით და ყველაფერი შედის რა. და იგივეა ფაქტიურად $1800 რო იხდი იმაში და მე კომუნალურები გემატება, პლუს პარკინგი იგივეა რა. და უბრალოდ რო ეხა ავდგე და გადავიდე მონრეალში ვიცხოვრო, უკვე დაახლოებით $500 ეკონომიას ვაკეთებ ყოველ თვე. მაკა, მადლობა. შენ მონრეალზე მომიყევი ხოლმე რაღაცეები, მე კიდე გავაზიაროთ ერთმანეთში ინფორმაცია კალგარის და მონრეალის შესახებ. გოგა, არ ვიცი, მოდი რას ვიზავიცი, მაგ ბატონ გიორგის შევეკითხები, შემიძლია თუ არა მისი ნომრის გაზიარება შენთვის. შევეკითხები თვითონ მაგ შეკითხვას, ანუ რამდენად შეძლებს იმ პროვინციაში დახმარებას, ანუ ონტარიოში ვიცი, რომ ანუ ონტარიოში მუშაობს ეკაცი 22 წელია ონტარიოშია და აი ლაბრადორში თუ დაგეხმარება, არ ვიცი. Newfoundland ლაბრადორში ყავს უკრაინელი ბიჭია, შეგიძლია ინგლისურად ესაუბრო, შეგიძლია ქართულად ესაუბრო
მაგ ბიჭთან მაქვს გარკვეული თუ დაგჭირდება გოგა, აი შენ გპასუხობ, შემიძლია მოგცე საიმიგრაციო კონსულტანტის ნომერი რა და შეგიძლია დაურეკო ან დაჯავშნო კონსულტაცია. ფასიც ვიცი, თუ არ ვცდები $200 თუ $150 ღირს ერთ საათიანი კონსულტაცია მაგ ბიჭთან. რა ქვია მაგ ბიჭს, ვარ ახსოვს, Newfoundland Labrador-ში ვინც არის კონსულტანტი. ოსტაპი, ხო, ოსტაპი ქვია. რუსულად ხო, რუსულად შეგიძლია მაგ ოსტაპს და უკრაინელია რა, ანუ რუსულად შეგიძლია გაესაუბრო ან ინგლისურად. აი ესეთ შეკითხვებზე ვერ გაქვს, არ ვარ კომპეტენტური ვიზით ჩამოსვლისთვის სამუშაო უფლების მოპოვება, ანუ ეგ უკვე იურიდიული მხარია, არ მაქვს უფლება რაღაც რჩევები და კონსულტაციები მოგცე, არ მაქვს არც სერტიფიკატი, არც ცოდნა, არც განათლება მაგისი. აი ეგეთ ტექნიკურ კითხვებს საიმიგრაციო კონსულტანტი გჭირდება გოგა. მოგცემ მაგის ნომერს. აი საინტერესოა, მაკამ რაღაც ქვებექის ის გაგვიზიარა თუ არ ვცდები. ჩემი მეგობარია შემდუღებელი, აი შემდუღებელზე მეორე მეკითხება სხვა შორის. აქ შეისწავლა, ამის ესე იგი არ იცოდა როგორც მივხვდი და აქ ისწავლა, ერთწლიანი შემსწავლელი სკოლა გაიარა, რაშიც $25,000 კანადური დოლარი გადაიხადა. ცოტა მეძვირება, მე მგონი რაღაცა მახსოვს, რომ აქ მოვიძია ალბერტაში და უფრო იაფი იყო, $25,000 არ ხვდა. ну კაი რაც არის ეგ არის. მუშაობა დაიწყო $25 საათში. ანუ კი ბატონო, მზარდი ხელფასით. ეხლა საათში $34 აქვს. საათში $34 ცუდიანი ცხოვრება არ არის. თუ ოვერთაიმზე რომელ პროვინციაში დაიწყო მაგა? ანუ ალბერტაში თუ შენთან კვებეკ შეგეც მოიწერე. მაგასაც აქვს მნიშვნელობა. ოვერთაიმებში ანუ $34 თუ გაქვს საათში და ოვერთაიმზე გახვალს ჯამში საკმაოდ კაი ანაზღაურება გამოდივა. გოგა პირადში მოგწერ და რომ კი მომწერე პირადში და გიპასუხებ. მადლობა. 45 წუთი გავიდა პრინციპში მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. კანადაში ვცხოვრობ და ბევრი საქმე გვაქვს, მეც უნდა გავიქცე. ვფიქრობ, რომ ორ კვირაში ერთხელ ჩავატარებ ხოლმე ესეთ პირველი ჩემი ლაივია და თუ რამე ხარვეზი შეატყეთ, მე მომიტევეთ. შეიძლება ან ხმა არის მოდა, ან ცოტა შეიძლება უღელავ დაძაბული ვარ. ორ კვირაში ერთხელ მინდა ესეთი ლაივები ჩავთო ხოლმე რა და წინასწარ თუ მოიწერებით ხოლმე კითხვებს დაწერ, უფრო მომზადებული ვიქნები. უკვე ციფრებით და ასე შემდეგ, რა ძალიან ზედაპირულად თუ არ გამომივიდეს და ბლა-ბლა არ გამომივიდეს საუბარი. მოკლედ, ყველას დიდი მადლობა. გოგა მოგწერ პირადში. ახალი კაცი ახალი პიროვნება დავიძმაკაცე. მაკა, მოდი ვიძმაკაცოთ, თან მონრეალში ხარ, მაგრამ მიყვარს მონრეალი, ერთმანეთს გაუზიაროთ. მოგწერ პირადში მაკა და, რავი, თუ რამე დაგჭირდება ხოლმე აქეთ რაღაცეების მოძიება, ვიკონტაქტოთ ხოლმე რა. მე სულ გიყურე. დიდი მადლობა. აწიმეც დავიწყებ შეყურება სულ. გაიხარე მაკა, ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ, აგერ ამ ლაივმა უკვე ერთით მაკაცი მომიყვანა. ასწორებს. მოკლედ, ყველას დიდი მადლობა, სამწუხაროდ უნდა გავიქცე. ყველას წარმატებას გისურვებთ. ვისაც კონკრეტულად რაღაც შეკითხვები გქონდა, რაზეც ეხლა ვერ გავეცი პასუხი, მოიწერეთ და მე შეძლებს დაგვარად ან იმ ადამიანის ინფორმაციას გაგიზიარებთ, ვინც უფრო კომპეტენტური არის ამ საკითხებში, ან თუ მე თუ რამე მეწოდინება, მეც მოგწერთ რაღაცებს. მოკლედ, დიდი მადლობა ყველას, წარმატებას გისურვებთ. დროებით ნახვამდის.